დატრიალდი. ეს არის დაბადების ტრადიცია, როდესაც იუბილარი იხევს თვალს და მან უნდა აკეთ, დინა, მოდი, გეხმარები. მოდი. ძიმა, შენ დიდი ბიჭი ხარ, კარგად აწიე. და ჩამოაგდოს. მოდი. ოჩა, აბა ცოტა, კიდე, ნუ გეშინია, მიდი, ჭამე, ნოდო, მიდი. დაწყე, ნოდო. მიდი. მანდუია. აკეთ, ცოტა, ჩემსკენ. კიდე მარცხნივ. მიდი, მე მომხდება ზუსტად ვიცი. მიდი, ნოდო. კიდე. ოჩა, კიდე. აბარი, ვაფუე. ნიკი, ცოტა უკან წადი. შენიდან ცოტა მარცხნივ. აი, კარგი ხარ, მიდი. აბა გაეცალეთ. ბატავია. მანდარი. მიდი, კლიშე, ახტი. კიდე ერთი. აი, ცოტა. აკები. მაგარი გადარჩი, ახლა ეს რომ მოხდრო და შეტამენოდარი არის ძალიან სერიოზული რამე. დავიკოკები. სული ხო? მაგარია. ესეც ასე. დაეყარა კამპიუტერი და ეგრევე წავიღოთ მაშინ სუფრაზე. ეს მაგიდაზე რას დავყარე? აი ეს. იყოს, არი ნერვიულო. სუფრის გაშლის დრო მოვიდა. აბა ქრისტინე, მაგას თუ მოვიტან ახლა მეეში. მერიკო, დაგეხმარო. აბატონ. ეს ასე სადაც დავარდება. კი ბატონ. ასაგებს. კარგი რა, დიმიტრი. რას უკეთე, ბაგნის აბა ქრისტინე, მაგიდაზე თუ მიიტან. Yes. აკე, წამოდი, აკე. ქრისტო გატყუებს. ვარა, რა დადი აბა. მოვიდა. ხედავ. ნელა. სკვია. ოჩა ქრისტინე, ნამდვილად არ მეგონა. ცოტა მოვწიო. ნახე ბატკანში კანფეტებია. აკეთ არის მაგით, აკეთ. აშიგო. ბატონო. ნინო, ნახე რა ლამაზად გადმოვიდა. კი, და ახლა გავჭრით. ყვავილები ავიღოთ, თორე ვერ დავარ. მერიკო, ბატკან კანფეტი. ბატკანში ჩავარდნი და სადი და. მე მგონი ესეც უნდა გადავიტანოთ იქით. ესეც გადავიტანოთ და ბავშვებო, პასკა მინდა შენ რაღაც ყოველდღიურ დაბადების ვეხოდეს ასე ხდება. დიმ. ხო. დიმიტრი, მოგეთ ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა თვალბატონო ნუნუ ფიფიამ, რომელიც არ ვიცი როგორ გაიგო ჩვენი დაბადების დღე რო იყო. დღეს გადმომცა ეს პასკა და ძალიან მთხოვა რომ გამესინჯერინებინა თქვენთვის და თქვა რომ ესე პასკასო ვერსად ვერ შეჭამოთ. მოდი წავიღოთ. სახში გააკეთოთ თვითონ, ხო? სახში გაკეთებულია ნამდვილად. და გავსინჯოთ, მაინტერესებს თქვენს როგორი იქნება. პასკა მაინც ჭამოს ვარიანტი გაკეთეთ. მე კიდე ერთი ექსკლუზიური რამ მაქვს ჩვენი დაბადებისთვისთვის. ეს არის ცხრიალა ღვინო. ოღონდ მართლაც ცხრიალა ღვინო. აი ამართლებს სახელს. საცობი არა? სხვა შორის ფრანგმა დაამზადა საქართველოში ქართული ყურძნით. ქვია არტ ვილა გარიყულაზე არის დამზადებული. ფრანგმა დაამზადა? ეს ხელი გორ არის. ერთი ბოთლი. ჭიქა მომეცით რა, მინდა რომ ფერი დაინახოს კარგად მაყურებელმა. ქრისტო მომეხარებ. აი აქ არის. აი სოფია. რაღაცა დიზაინით ისეთია, ხო, ეტიკეტი? ხო, ისეთი განსხვავებული. ხელოვნური, ხელოვნებური. გასახსნელად. ოღონდ გასახსნელიც ცოტა ვაა. აი ეს. რა მაგარია ეს რო არ უნდა რა ქვია, თვალებში დამიზნებად რაღაცი. აი დაასხი, ნახე როგორი ფერი აქვს. ვარდისფერი. დედა ცხრია. და როგორი გემრიელია ხახნო, იცით? აი სასწაული მართლა ძალიან ექსკლუზიური ღვინოა და იმით წამოვიღე დღეს ხო. მეტი ვერ გავიმეტე ბოდიში ნინო. გოგოები რა ხელა ჭიქებით მოდიან? მეც გავსინჯავ. არა, შენ შეიძლება კვანძ. ყველა. კვანძ აიღე, აი ჭიქა. ეს მე მგონი გოგოების მე და შენ ბოთლი. მე სარადიშვილით გავალ ფონს. მე ბოთლი მომეც. დამატებით. ხო შტა აი გვაქვს. მე ძალიან ბაიკოჭიქა. აჩისაც რომ მიცეთ. აჰა, აჩი შენ და მე ბაიკო. არა, შენ დალია და ძალიან გემრიელია. ამის მოვიფიქრე. მერიკოს ხელი ხო სწორად მივიდა, ხო? გადმოვინა ცოტა აქეთ. მოდი. გილოცავ, ბაი. გილოცავთ, მეგობრებო. მე. აქ რა მარლავი ვერტანი კი არა. გილოცავ, დაბადების. აი გენა ფონე თქვენ. ბუჩკი. აშუა ძიმა. და ჩვენს მაყურებელს გაუმარ? ჯოს. ჩვენს შემოქმედები ჯგუფს გაუმარ? ჯოს. აუ რა კარგია. აი სასწაული ღვინო. წავედით. გაცივდა.
გაცივდა. ვა, მერიკო. ძალიან კარგია. მილი არ არის, მომჟავა და ის ძალიან მაგარია. ძალიან კარგია. გადმოინაცვლეთ ეხლა აქეთ. მოდით. ეხლა მაფინებს დავხედავთ. ვაიმე როგორ ამოხდნენ. მაფინები არის. თათა მაფინები. რას ეძებ? აი ძახუკები. მაღალზე ხარ ხონდა ცოტა. არა. აი ორი თეფი. დაწერეთ ამაზე. ვით. მეორე საიღე? ძიმა თეფში წამოგიღე. მადლობა. და ჩანგარი. მადლობა. ძალიან მინდა გასინჯვა. ვის? აი აი ეს. მოდი გოჩები შენში. კარტოფილის გაზი. აბა მორა. მომეც თებში. ამდენი გამფეთები ყოფილა შე. აბა გავსინჯავ ჩვენი მაყურებლის პასკას. მაინტერესებს? აბა, ძალიან, იმიტომ რომ ეს ლამაზად გამოიყურება, ალბათ გემოც კარგია. ხო? და რა ლამაზი სუფრა. ცხელია დიმიტრი. ვიცოდი რაღაც რო დამემართებ. გვანცა როგორია? თუ ჯერ. ეხლა ჩვენ ყავს ერთი ძალიან საპატიო სტუმარი დღეს. მართლა? კი, რომელიც გვინდა რომ აუცილებლად ჩვენ დაბადების დღეზე რახან აქ არის და თავის დედიკოსთან ერთად მოვიდა. შემთხვევით აღმოჩნდა. შემთხვევით აღმოჩნდა და მარიკუნა მოვიდეს ახლა მარიკუსაც ჩვენთან. მე შემოვიყან. მოდი. ყოჩა, მარიკუსა მოდი. და მარიკუსაც რა ვიცი ახლა. კაცი. მაფინი უყვარს. მაფინი თუ ბატკანი? მაფინი. მაფინჯობია. აუ. თათაფინები ჯობია. ნახეთ რა გოგოყავს. ხო, აი ესე გაუმართლა რა შემთხვევით დღეს. ნუნუ, სანარი კამერა. წამოიყვანა დედიკო. პასკა, მართლა. მართლა? მე გიჟდები პასკებზე და გავსინჯავ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა, მართლა საოცრებაა. დაეღონთ. ბატკანი. ცხელია, ცოტა გაგრილდეს, ესე ვერ გამოგარდნებს, ცოტა ცხელია. ხო, ჯერ დავდოთ გაგრილდება. და მე მიირთვა. შეიძლება თქვა კომენტარი, მე გავსინჯე. სადღეცელო. გარნი, იმიტომ რომ ის ჯერ ცხელია როგორც ჩანს ბატკანი და არც ვერ მიუდექი რომ მოვიჭრა. ეს არის უგემრიელესი. კარტოფილი. კარტოფილის გემო არის თითქოს ჩაკარგული ბევრ სხვა გემოში, არა აჩკო? რუსუნი. ვაიმე, მაპატი ამერიკო პასკით უნდა დავიწყო. ეს არის ჩემი ამერიკო გემრიელია. სასწაულია. ოღონდ შეიცადე რომ ზედა ნაწილიც მოყვეს შეს ლუკაში. იცი რა, მე ძალიან ცოტას მოვიჭრე ახლა. აი ჩემსავით. აი ესე ხო. აი აქ. ჩამოათხელებ აიყო და ძალიან გემრიელი, აი ძალიან. მერიკო ყოჩა, მე არ ვიცი ბატკანს გოგოები დააგემოვნებენ, მაგრამ ეს არის სასწაული, ცოტა შემწვარსულ გუნს გავს, ცოტა აი ბევრი ის გემო არის, რომელიც ძალიან გვიყვარს და ჩვენთან კავკასიაში ძალიან პოპულარულია. ძველი ნამდვილი პასკის გემო. მან დაასინჯა. ხო, მე ვიცოდი რაღაც ექსკლუზიური რა იყო ეგ პასკა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხაი, ძალიან პატარა. ხო, მაგრამ აქ რო არ მოხვდა ის. აი, სალაძე. ძალიან გემრიელი პასკა არის. აბა გასინჯეთ მეგობრებო. მომეცი გვანცა შენი თებში. სიმღერა არ შევასრულოთ? რომელი? აი ის რა, რომელსაც ვასრულოთ. გარეცივა. მე რა რომ. მიდი. ეგ არა, კაცო. განცან? დაბადების დღეო? აბა ბატკანს ვსინჯავ მეგობრებო. რა ლამაზი. აბა ნახოთ. ეს ღვინო არის ცოტა მოსვი. გრანატელი. მიდი. ზეა. აჩიკო. ასკარი სასწაული. სასწაულია. აი ჩემი ბავშვობის გემო რომ მახსოვს აი ესეთი. არც ძალიან მშრალი, არც სველი, რაღაც ნეიტრალური და რა მაგარი ეს არის, მანდ ვანცა ჭამს ბატკას და აჩიკო გვეძვის შავს პასკას. მე რას ვაკეთებ? აი ეს სვავს. ბავში გაოგნებული გვიყურებს. და ბავშვი ბედნიერია. სტუდიაში. ჩვენმა ტორტმა მოიწინა ამას. ნამდვილად. აბა დაბადების დღე არა. ფუდმარტმა გვისახსოვრა. ძიმა, მომეხმარები რო ავანთოთ? ხო, აბა? მოდი. გამოამბო. ოღონდ ის მინდა რა ქვია, რაცანთებს. ეს მე მგონი გორგოლაჭებზეა. ქრისტინა, მომეხმარა? ფუდმარტის საჩუქარი, დიდი მადლობა ფუდმარტს. აი, გოგოებო, ეხა თავს ნუწრით რა, მე თუ ეგამოვიყო. რა ლამაზი. დედა ძალიან იცი რა, ამინდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფუდმარტმა ნამდვილი გაზაფხული მოგიწია. აუ, ამინდი საშინელია გარეთ. სამაგეროც ჩვენთან არის სილამაზე, სითბო, სიყვარული. და ფუდმარტს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გამოდი ეხლა, გამოდი. აბა, მეორეთი შენ მან დედანა. ჯერ სანთლებიანთე. ხო, ჯერმანი. ის თავები უნდა მივიო. როცა სამიანი შევატრიალო.
აბა შუშხუნები. ეს ესე შეულებრივია? კი, კი. არა. კი, კიდე გახვდება. აწავიდა ეს ტექნიკა. შემოშობაში. ტრაფად მე რა ქნა ნინო ტრაფად ფეხლია რა. ერიკო დაიღალა. დავიღალე მაგრე. ძალიან დიდი მადლობა რომ დღესაც ჩვენთან ერთად იყავით და იმედია კიდევ ძალიან დიდხანს ვიკლებით ერთად. ყველანი დიდი მადლობა ყველას იმ სიტყვასთვის, იმ სიყვარულისთვის, რაც ჩვენს მიმართ გამოხატეთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გვიყვართ. ორშაბათამდე გემშვიდობებით. დროებით. დიდი მადლობა.